სურს რამდენიმე კვირის წინ მოცემული პირობა შეგისრულოთ და შემოგთავაზოთ ინტერვიუ ბათუმი აილენდის გენერალურ დირექტორთან გოჩა კამკიასთან. იცით, ამ პროექტის განხორციელებას საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ასევე წეგან გამოვიყენეთ ნიკა ქურდიანთან საუბრისას ეს შეფასება და განსაზღვრება საკმაოდ დიდი სკეპსისი ახლდა. შეიძლება სადღაც გაიგო კიდეც ამ სკეპსისის მიზეზი, რადგან საქართველოსთვის მართლაც სრულიად უნიკალური პროექტი შეიქმნა, დაიგეგმა და შენდება ხორციელდება, რომელიც ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულების შექმნას და მასზე ინფრასტრუქტურის გაშენებას ითვალისწინებს. მე არ მინდა ყოველ დეტალი მოვყვე ამ პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის მე პირადად საეტაპო პროექტად მიმაჩნია. ასევე მისი საინვესტიციო მიმზიდველობისთვის, გულისხმობ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისთვის ფაქტი ერთია, რომ ამბასადორი ჯგუფის დამფუძნებელმა მესვეურებმა და აღმასრულებელმა გუნდმა მოახერხეს არა მხოლოდ და შეკრეს, არამედ დაიწყეს ბათუმში ხელოვნურ ნახევარკუნძულების პროექტზე სამუშაოები და ვინც აი ამ ბოლო პერიოდში ეწვიეთ აჭარის დედაქალაქს ნახავთ და აღმოაჩენთ თუ რა სხვაობაა და რა ტემპებით მიდის იქ სამუშაოები და როგორ ასწრებენ დროსა და სივრცეში პროექტის მესვეურები დაგეგმილ და გაცხადებულ თარიღებს. ასევე მათ შეძლეს დროში გასწრება თუ დასწრება, რაც ამბასადორი ჯგუფისთვის უცხო არ არის და ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი მინდა გითხრათ, რომ ამის უტყუარი დასტურია. ეს დღეს დადგა, როცა მასპინძლის სანქში მე არა ვარ. როლები შეიცვალა. შეიცვალა. თან სასიამოვნო. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა. მე მინდა მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ გვესტუმრეთ ბატონ გიორგი, თქვენი ისტორიული წვლილი მიგიწვით ამ პროექტის განვითარებაში, ვინაიდან დღიდან და ანონსებისა თქვენი ჯგუფი ყოველთვის ინტერესს გამოხატავდა ამ პროექტის განვითარების მიმართ. ჩვენთვის არის დიდი პატივი უკვე თქვენ გიმასპინძლობთ ჩვენ სივრცეში. არ უმალავ ჩემ სუბიექტივიზმს პროექტის მიმართ. თქვენი სტუდიაში ყოფნის გარეშეც მithქვამს, რომ გადაჭარბების გარეშე მე მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ცვლის მთლიანად საქართველოს საინვესტიციო კლიმატისადმი, გარემოსადმი სრულიად მიდგომას და ამიტომ დიახ, ერთ-ერთ რიგით ხარდაჭერად ყოველთვის მიგულეთ და სხვა შორის ნებისმიერისთვის, ვინც ბათუმში მობრძანდება, თუ პატარა პაუზა გაკეთებული აქვს, ის ხედავს პირდაპირ, რომ ძალიან იცვლება ბათუმი. რა ეტაპზეა დღეს პროექტი და მე უკვე გადავიდეთ აქაურ გარემოზე, მაგრამ ჯერ თვითონ პროექტის თაობაზე მითხარით 2-3 სიტყვა. მოცემულ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს მთავარი ფაქტორი ის, რომ ამბასადორ ჯგუფს გაფორმებული აქვს სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში 2 ნახევარკუნძულის და კუნძულის განვითარებას, რაც ჯამურად მოიცავს 84 ჰექტარ ტერიტორიას, რომელზეც უნდა მოხდეს შემდგომში ინფრასტრუქტურის განვითარება. თუმცა აქ არის მთავარი მომენტი ის, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად ჩვენს ჯგუფს ნებართვის აღება და სამუშაოების დაწყების ათვლა ეწყება 2025 წლის 30 სექტემბრიდან. დამდგარი არის მართლაც საოცარი შედეგები ამ უხჯაუხრელი შრომის შედეგად. გვემზადებით ახალი ინიციატივებისათვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად არის 1 ნახევარკუნძულიდან, რომელიც 37 ჰექტარ ფართობს შეადგენს, 25 ჰექტარი განაშენიანებული ფაქტობრივი თვალსაზრისით და მეორე ნახევარკუნძულის განაშენიანება უკვე დაიწყეთ, სადაც 3 ჰექტარი არის გაშენებული. თუმცა იმისთვის, რომ პროექტისთვის თავშივე ჩვენ სული შთაგვებერა და ის ყოფილიყო ცოცხალი ორგანიზმი, როგორც განვითარების, ასევე ეკონომიკური სტიმულირების თვალსაზრისით, ჩვენ ჩავდებით პროექტში ეტაპობრივი განვითარების მექანიზმები, რაც გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ბატონ გიორგი, ჩვენ ვემზადებით ამ ნახევარკუნძულიდან 25 ჰექტარი ფართობის ექსპლუატაციაში მისაღებად. რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის
ორი ნახევარკუნძულიდან ერთ-ერთი ნახევარკუნძული უკვე ფაზური განვითარების თვალსაზრისით იქნება შემდგარი პროდუქტი, ანუ დასრულებული როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე კონცეფციური თვალსაზრისით. ჩვენ ამასთანავე დაგვიკარგავს დრო და პარალელურ რეჟიმში უკვე დავამთავრეთ მუშაობა 5 ულტრათანამედროვე შენობაზე, სადაც აქედან 3 იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც განთავსდება სასტუმრო, ბრენდული აპარტამენტები, აუზი და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე მსოფლიოში არის აუცილებელი ადამიანის კომფორტული განთავსებისათვის. აგრეთვე ვამვითარებთ ორ შენობა ნაგებობას, მაგრამ ეს იქნება შედარებით დაბალი განაშენიანების ინტენსივობის. ერთში უკვე განთავსდება კუნძულის ადმინისტრაცია, რომელიც გაუწევს სერვისებს და ექნება აქტიური კომუნიკაცია განსახლებულ საზოგადოებასთან და შესთავაზებს უამრავ სერვისებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიზანი დავისახეთ, რომ ყოფილიყავით აბსოლუტურად საზოგადოებაზე ორიენტირებული. და მე კიდევ ერთხელ მადლიერება მინდა გამოვხატო ამ სერვის ცენტრის შეფასების მიმართ. ეს სერვის ცენტრი, რომელიც ჩვენ ბათუმში ახლა გავხსენით და სპეციალურად ისტორიული შენობა შევარჩიეთ ამისთვის, ინტურისტების შენობა, რომლის ერთ-ერთი ფლიგელი ავიღეთ. ეს სერვის ცენტრი იქნება ერთ-ერთი მოდელი, რომელიც შემდეგში გადაიქცევა დიდ მასშტაბად თავად კუნძულზე. ანუ მოცემულ სერვის ცენტრს ექნება ფუნქციები, უკვე 15 ადამიანი აქ დასაქმებული არის თავისი ფუნქციური მიმართულებებით. უკვე საჭირო არის საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ანუ საზოგადოებასაც კითხვები უჩნდება კუნძულის მიმდინარე თუ მომავალთან დაკავშირებით, უკვე ჩვენ სერვის ცენტრის მეშვეობით გადავწყვიტეთ პირდაპირი კომუნიკაცია ვაწარმოოთ თითოეულ მომხმარებელთან. ეს იქნება როგორც უძრავი ქონების შეთავაზება და უკვე ძალიან დიდი ინტერესი არის უძრავი ქონების შეძენის, როგორც ცალკეული ბინები იქნება თუ აპარტამენტი, ასევე საინვესტიციო მიწის ნაკვეთების, ასევე ის მომავლის სერვისები, რომელიც გამოარჩევს თავად კუნძულს კონცეფციურად და ეს იქნება ისტორიულ ჭრილში ნამდვილად გამორჩეული პროექტი, რომელიც შექმნის ჩვენი ქვეყნის ახალ სახეს, რომელიც შეიქმნება ბათუმის გაგრძელებაზე ისე რომ არ მოახდენს აგრესიულ ჩარევას ბათუმის იმ ისტორიულ ნაწილში, რომელშიც ბათუმელები ესე ამაყობენ. მეორეს მხრივ აღნიშნული ცენტრი, კი ბატონო, თავარქვათ ის ატარებს რაღაც მრავალფუნქციურ დანიშნულებას. საინვესტიციო თვალსაზრისით, იმ გეგმების თვალსაზრისით, თქვენ როგორც პროექტის მთავარმა აღმასრულებელმა პირმა, რაც დაიგეგმა გეგმით, რამდენად მიდის ეს ყველაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამუშაოები რაც უნდა დაგეწყოთ 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, უკვე სრულიად სხვა დონეზეა. იდეა რაც უფრო არის მასშტაბური, მის მიმართ საზოგადოების მოლოდინიც და ინტერესიც არის შესაბამისი და ძალიან აქტიური. აქედან გამომდინარე, ეს მოითხოვს ძალიან დიდ დისციპლინას იმისთვის, რომ ამ იდეის თანმხვედრი იყო და თანმიმდევარი იმისთვის, რომ არ ჩამორჩე მოვლენებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ მინიმუმ 5-6 წლით უსწრებთ საინვესტიციო ვალდებულებებს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ჩვენთვის. ჩვენთვის საბოლოო მაინც სურათი არის ის, რომ იმ მოკლე ვადებში, რაც გვაქვს ეს პროექტის განხორციელება ჩაფიქრებული, იმ ვადებსაც უსწრებდეთ წინ, როგორც ინტელექტუალური თვალსაზრისით, ისე ფუნქციური თვალსაზრისით და ისე დამენეჯმენტების თვალსაზრისით. საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენ როდის დავაანონსეთ ეს პროექტი და ის მოლოდინები, რაც ჰქონდა საზოგადოებას, როდის დასრულდება ეს პროექტი და ეს იყო ნამდვილად გრძელვადიანი პერსპექტივა, მოლოდინების მასშტაბებიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენ დღეს ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივ არა ვართ ამ შემთხვევაში თავმდაბლები იმ მხრივ, რომ მართლაც 24 საათიანი მუშაობის შედეგად, რაშიც უდიდესი წვლილი რა თქმა უნდა კომპანიის დამფუძნებელს მიუძღვნის, ბატონ ბუბა ქებურიას, ის ეწინააღმდეგება ყოველთვის დაფიქსირებას ტელევიზიაში ამ მისი პიროვნების, მაგრამ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აღნიშნული, იმიტომ რომ
ეს თავარი мотивация ყოველთვის მომდინარეობს კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან და შემდეგში იშლება, რა თქმა უნდა, იმ დრაივში, რომელიც კომპანიას მოაქვს ამ პროექტში. ამაში რა თქმა უნდა გამორჩეული წული აგრეთვე მიუძღვის იმ კომპანიებს, რომლებიც ჩვენ აბსოლუტურად სწორად შევარჩიეთ. რითაც დავზოგეთ დრო, ანუ ჩვენ უდიდეს ინვესტიცია გარდა იდეებისა ჩავდებით ჭკვიან ადამიანებში, რომლებიც პირველ რიგში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გაღებინებენ სწორ გადაწყვეტილებებს, ასევე ძალიან გიმცირებენ დროს. BMG-ში ერთ-ერთი სტუმრობისას მახსენდება თქვენი ხედვის ნაწილი, როცა საუბრობდით ინვესტორების, პარტნიორების მოზიდვაზე თავად პროექტში. მეორეს მხრივ იყო საინვესტიციო თემები, რითაც თქვენ მიღმა, როგორ ვთქვა, ჩვეულებრივ გაყიდვებისა ეს იყო შეთავაზება იმ საერთო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, მათ შორის ინვესტორების მიმართ. და ეს ანონსი კომპანიის მთავარი აღმასრულებელის მხრიდან გაკეთებული იყო. ამ მხრივ თუ არის პროგრესი, ბატონო გოჩა? ცალსახაა, რომ თვითონ ამბასადორი ჯგუფი, ეს არის უმსხვილესი კორპორაცია საქართველოში, შესაბამისად აქვს იმის ფინანსური რესურსები, რომ ეს პროექტი თავიდან ბოლომდე იქნეს განხორციელებული, მოზიდული, მათ შორის მოზიდული ინვესტიციებით და აგრეთვე უმთავრესად საკუთარი კაპიტალით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხს ჯგუფი განიხილავს ისტორიულ ჭრილში ისე, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ შესაძლებლობების გარემო, სადაც აგრეთვე შთაგონებულ, წარმატებულ ან წარმატებისკენ მიმავალ ადამიანებს გავაერთიანებთ და ამ კუნძულში თითეული იპოვის საკუთარ ისტორიას წარმატების. რაც შეეხება ცალკეულ ინვესტორებს, ამ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისგებლობა იმ მხრივ, რომ პირველი მულტიფუნქციური შენობა ნაგებობის განვითარება დაგვეწყო ჩვენ თვითონ და ამ საპროექტო დოკუმენტაცია თავიდან ბოლომდე არის დასრულებული და უკვე დაწყებული არის სამშენებლო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი ეტაპი, მაგრამ აგრეთვე ეს უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ორი სხულ მიწის ნაკვეთზე ჩვენ გვყავს ინდივიდუალური ინვესტორები, კერძოდ ეს მიწის ნაკვეთები არის განკარგული და უახლოეს ხანებში ისინიც დაიწყებენ ამ საკადასტრო ერთეულებზე ძალიან მსხვილი შენობა ნაგებობების გამორჩეული კონცეფციით განვითარებას. აგრეთვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მიგვექცია პროექტისთვის საერთაშორისო ყურადღება, თუ თავად პროექტმა მიიქცია, ეს უკვე სამსჯელო საკითხი არის და დღეს პროექტში განხორციელებული არის 40 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რაც არის ჩემი აზრით მართლაც ფენომენალური შედეგი პროექტის დასაწყის ეტაპზე, როდესაც შენი ჯგუფი იწევს ესეთ სანდოობას ბიზნეს სექტორში. ფაქტობრივად სტარტაპშია ფული. ჩადებული დობიდან და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც სწავლობ. რა თქმა უნდა, თუმცა მოცემულ ეტაპზე ამ სანდოობას იწევს ამბასადორი ჯგუფი, რომელსაც აქვს უმსხვილესი გამორჩეული პროექტები დასრულებული საქართველოში, რითაც თითოეულ ჩვენთაგანი ამაყობს და ეს არის ჩვენი შთაგონების შემდეგი ეტაპი, რაც უნდა ფაქტორი არის გადამწყვეტი მანდ, იმიტომ რომ ყოველთვის ფინანსური სიჯანსაღის მიღმა ბოლომდე მიმყვანი და ეს არაერთი პროექტით დამტკიცებულა და გრძელდება. ბატონ გოჩა, თქვენ ახსენეთ ორი პროექტი, რომელსაც უკვე დამოუკიდებელი გამკარგავი აქვს. აქ ორი ჩაკითხვა მაქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ორი ახალი ინვესტორი ჩაეწერა იმ კონცეფციაში, რასაც თქვენ ჯერ კიდევ BMG სტუდიიდან აანონსებდით, მობრძანდით, კი ბატონო, და ის მიყვება ყველაფერს იმას, იმ ხედვას, რაც თქვენ ჩადეთ ბათუმი აილენდის DNM-ში, მოდი ესე ვიტყვი, და მეორეს მხრივ ნიშნავს თუ არა, რომ მაგალითად წარმოვიდგინოთ გიორგი ისაკაძემ კონკრეტულად ინტერესი გამოთქვა იმ პროექტის მიმართ, რომელიც უკვე განკარგულია სხვა ინვესტორის მიერ. მე თქვენ აღარ გელაპარაკებით და მივდივარ უკვე იმ კონკრეტულ მეპატრონესთან, ასეა საქმე, სწორად გავიგე ყველაფერი. თუ ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობებზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს შემდეგში ინდივიდუალური ინსპირაციის საგანი. აქედან გამომდინარე, ინვესტორებს გარდა იმისა, რომ ეძლევა შესაძლებლობები, რათა წარმატებული პროექტი განავითაროთ,
რა თქმა უნდა, აგრეთვე არსებობს საერთო წესები, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი უნდა დავემორჩილოთ, რომ მივიღოთ ერთიანი ჰარმონიული გარემო. სწორედ იმისთვის, რომ ბათუმის კუნძული იყოს ისტორიულ ჭრილში გამორჩეული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვიზუალური ეფექტი არის უმნიშვნელოვანესი და ამან უნდა იცოცხლოს წლების განმავლობაში. ჩვენ კომპანია არუბთან, ბრიტანულ კომპანიასთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მთლიანი კუნძულის არქიტექტურა იქნება ერთიან თქვენგან ვისესხებ ამ კარგ სიტყვას DNM არქიტექტურულ DNM-ში გადაწყვეტილი. ანუ თავად როგორც ამბასადორი ჯგუფმა საკუთარ თავს დაუწესა გაიდლაინები და წესები, როგორ უნდა იმოქმედოს პროექტის განვითარების თვალსაზრისით, აგრეთვე თითოეულ ინვესტორს ექნება გენგეგმის ავტორი კომპანიისაგან გაწერილი ის სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს იქ განვითარებული პროექტების უმაღლეს ხარისხს, რათა შემდეგში უკვე მივიღოთ აბსოლუტურად საზოგადოებაზე ორიენტირებული გარემო. ვინაიდან ერთის მხრივ პროექტი, რა თქმა უნდა, ეს არის გამორჩეული ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა მსხვილი ეკონომიკური შესაძლებლობები ასევე იწვევს დიდ პასუხისგებლობებს საზოგადოების მიმართ. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ეს უნდა იყოს აბსოლუტურად საზოგადოებაზე ორიენტირებული გარემო, ჩვენ თავშივე გადავწყვიტეთ, რომ ვიმოქმედოთ ამ წესებით. გასაგებია. როგორ პროგრესირებს ეს თემა? საკუთარი თავისთვის გაქვთ თუ არა გაწერილი რაიმე ვადები და სიტყვაზე ვამბობ, ანუ გოჩა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ 30 სექტემბერს ვარ ხელახლა ბათუმში. დიახ. რას ვნახავ? რა იქნება ახალი ზღურბლი, ნაბიჯი, milestone გავიგე. მე თამამად ვიტყვი ამას, რომ ჩვენ მოცემულ შემთხვევაში პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს 25 ჰექტარის მოწყობას და ექსპლუატაციაში მიღებას უკვე გვექნება დასრულებული. მან მინიმუმ 2 შენობა-ნაგებობის მშენებლობა უკვე იქნება დაწყებული და მარცხენა ნახევარკუნძული უკვე იქნება დაახლოებით ალბათ 10-დან 15 ჰექტარამდე პროგრესირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ თავში რაც ვთქვით, ის რომ 2 წელიწადში დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ მთლიანი კუნძულის სამუშაოები უნდა დაგვესრულებინა, ამ ინსპირაციის ვართ, რა თქმა უნდა, ერთგულები. თუმცა ამას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, არამხოლოდ შთაგონება, არამედ სწორად გათვლილი მენეჯმენტი და სწორად გათვლილი დრო. ამისათვის ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველოში მსგავსი პროექტის, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ძალიან ცოტა მაგალითს მოიყვან, რომ მსგავსი პროექტი იყოს განხორციელებული. ამისთვის ჩვენ მოვიყვანეთ სპეციალისტები ლონდონიდან, სტამბულიდან, ანკარიდან, ნიუ-იორკიდან, ეს ფინანსისტები, ეს არქიტექტორები, ურბანისტები, კონსტრუქტორები. აქედან გამომდინარე, ეს კონცეფცია ნამდვილად ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრა დაახლოებით 6 ქალაქის საერთაშორისო ქალაქიდან მოწვეული სპეციალისტების თანამონაწილეობით. თუმცა აგრეთვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავად ადგილობრივი ჩვენი გუნდის წევრების უდიდესმა შთაგონებამ და ჩადებულმა და გამომჟღავნებულმა ენერგიამ მოიტანა ეს პროექტი აქამდე და თამამად შეიძლება ითქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ძალიან ძლიერმა ჩართულობამ და მხარდაჭერამ ამ პროექტის, ვინაიდან სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე მსგავსი დიდი პროექტის განხორციელება ეს წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ერთმანეთთან ჰარმონიზირებული ინსტიტუციური პროექტია, შეიძლება ასე ითქვას. იყო ესეთი მომენტები, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ წარმომადგენლობას ახორციელებდა თურქეთის რესპუბლიკაში, იქვე ხდებოდა პროექტის გადამოწმება და გავიარეთ ძალიან საინტერესო ეტაპი ამ პროექტის გზაზე დაყენების და მე მივიჩნევ, რომ ეს პროექტი უკვე არის შემდგარი, რომელსაც აქვს თავისი უკვე მომავლის წარმატების გზა გასავლელი და თითოეული ამ პროექტში მონაწილე ადამიანს ის ხადარჩენია, რომ დიდი ენერგიის ჩადების პარალელურად დატკბეს ამ პროცესით. ჩვენთვის პატივი იქნება თქვენთან ერთად ცხადია, რომ ვიყოთ ამ ყველაფრის აღწერელები, ისევე როგორც ხარობთ თითოეული პროგრესით და ნაბიჯით, რომელსაც ეს საეტაპო პროექტი განიცდის საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. თამამად შეიძლება ითქვას თქვენ ბატონ გიორგი პირადად
ერთ-ერთი ჯანმრთელობელი ნამდვილად გამოდიხართ ამ პროექტის, იმიტომ რომ თითოეული თქვენი ვიზიტისას ბათუმში, თუ როცა ჩვენ გსტუმრობთ თქვენ გამორჩეულ სტუდიაში, ყოველთვის გვაქვს რაღაც არადამთხოვრის სიახლეები და ექსპრონტად უზიარებთ ამ საკითხებს ერთმანეთს, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ძალიან სასიამოვნო და სხვათა შორის ეხლა მეც დავესესხები ერთ-ერთ იდეას, რომელიც თქვენ ბრძანეთ. ალბათ ღირს რომ რაღაცა პერიოდიკა იყოს გათვლილი ჩვენი მხრიდან, როცა პროგრესს რეალურად დავანახებთ ადამიანებს თითოეული ჩამოსვლიდან გამომდინარე და მივაწვდით მუდმივად ინფორმაციას. არა გადამეტებით, მაგრამ რაღაცა მუდმივად მოხდება, იმიტომ რომ ძალიან თვალშისაცემია ის რაც ხდება და წარმატებები თქვენავით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის.